მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ადამიანს ახსოვს თავისი თავი წინა ცხოვრებაში, ზოგიერთს კი კლინიკური სიკვდილი გამოუვლია, მაინც არ არის ერთიანი აზრი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობაზე. მეცნიერება კი დღემდე აგრძელებს მუშაობას ამ თემაზე. ეცნობა უამრავ საინტერესო შემთხვევას და ცდილობს მეცნიერულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით უფრო და უფრო ახლოს მივიდეს ჭეშმარიტებასთან. დღესდღეობით არსებობს მრავალი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ტვინის მკვდომასა და გაცოცხლებას ეხება. ეს პროცესები ხშირად თან ახლავს ზოგიერთ მოვლენას, რომლის არსი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი. ამ იდუმალებით მოცულ მდგომარეობაში შესული ადამიანები სხვადასხვანაირად ყვებიან განცდილის შესახებ, თუმცა მათი შეგრძნებები ერთმანეთს ემთხვევა. სიკვდილის დროს თითქმის ყველა მათგანს ესმის არასასიამოვნო ხმა, ხმა მაღალი ზარი. შემდეგ ისინი სვლას განაგრძობენ ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოშიც კაშკაშა სინათლე ელოდებათ. ხვდებიან უკვე გარდაცვლილ ნათესავებს და მეგობრებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობენ, რომ არ იმყოფებიან საკუთარ სხეულში, ეუფლებათ ნეტარების გრძნობა და სიხარული სხეულიდან გამოსვლის გამო. სოფელ კფარ-რამიში მცხოვრებმა 7 წლის არაბმა გოგონამ დიანა ფარუკმა ერთ ღამეს ძილში ივრითულ ენაზე დაიწყო ლაპარაკი. გასაკვირი ის არის, რომ გოგონა დაბადებიდან ამ ფაქტამდე არ გასცილებია სოფელს, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. სოფელში კი არც ერთი ებრაული ოჯახი არ იყო, რომელსაც შეიძლებოდა ივრითული ენა გოგონასთვის ესწავლა. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს ენა? გაირკვა, რომ დიანა სიზმარში დაუჯერებელ ამბებს ყვებოდა, რომ მას ბენიაირი ერქვა, რომ ოდესღაც იგი მშობლებთან ერთად თელ-ავივში ცხოვრობდა და რამოდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დიანას მშობლების თხოვნით პოლიციამ დოკუმენტები მოიზია. გაირკვა, რომ გოგონა ასეთი სახელით 3 წლის წინ დედმამასთან ერთად მართლაც დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დიანა მშობლებს თხოვა ებრაული წესჩვეულებების მიხედვით შაბათობის სანთლების დანთება. იგი ყვებოდა თელ-ავივზე, თავის სახლზე და დედმამაზე. როდესაც გოგონას 10 წელი შეუსრულდა, მან გადაწყვიტა თავისი წარსული ცხოვრების კვალს გაჰყოლოდა და სახლიდან გაიქცა. თელ-ავივამდე მიაღწია, დახმარების გარეშე მონახა თავისი ქუჩა და სახლი, თუმცა იქ უკვე ცხოვრობდნენ სხვები, რომლებმაც ძველ მოსახლეზე არაფერი იცოდნენ. მე კი ასე დავინახე ყველაფერი. ხედავდი ჩემს თავს ზემოდან. მესმოდა ადამიანების ხმებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე მოვკვდი. მე კი საერთოდ არ მეშინოდა. პირიქით, ძალზე მშვიდი და მხიარული ვიყავი. ვიცოდი, რომ ის რაც ხდებოდა იყო რაღაცის დასაწყისი. მე ვწუხდი, რომ აქამდე მეშინოდა სიკვდილის. მინდოდა მეყვირა ხმა მაღლა. ადამიანებო, ნუ გეშინიათ სიკვდილის. სიკვდილი სულაც არ არის ის, რაც თქვენ გგონიათ. ვგრძნობდი, რომ ეს რაღაცის დასაწყისი იყო და არა დასასრული. შემდეგ შევედი უზარმაზარ გვირაბში, რომლის ბოლოშიც კაშკაშა სინათლე დავინახე და იქ მელოდებოდნენ ჩემი ახლობლები. მათ კი უკან გამომიშვეს, რამაც ძალიან გამაკვირვა. ადამიანების 90%, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გამოიარა, დიდ მწუხარებას გამოთქვამდა უკან სიცოცხლეში დაბრუნების გამო. დღეს ასეთი ადამიანები შეიძლება ჩვენს გარშემოც მოიძებნონ. ისინი შეიძლება სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ. დავამატებ, რომ ასეთი ორი ადამიანი მე მყავს საახლობლოში. მათაც დაახლოებით იგივენაირად მომიყვეს, რა გადახდათ მათ კლინიკური სიკვდილის დროს. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გჯერათ თუ არა რეინკარნაციის. დღეისთვის კი სულ ეს იყო. დააჭირეთ subscribe-ის გვერდზე მოცემულ ზარს, რათა ავტომატურად მიიღოთ შეტყობინება, როდესაც ახალი ვიდეო დაიდება არხზე. მომავალ შეხვედრამდე.